მაშინ როდესაც ბაჩუახალაია ციხეში აბსოლუტურად იზოლირებული და გაძლიერებული დაცვით ელოდება სასამართლო პროცესებს, მოსამართლემ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა პატიმარს, რომელიც მძიმე პათოლოგიის გამო დახმარების გარეშე გადაადგილებას ვერ ახერხებს. ძვალ სახსროვანი დაავადება, რომელთაც დათუნა ლოლიჯაშვილი რუსეთში მუშაობისას დაავადდა, ციხეში იმდენად გართულდა, რომ სხვა პატიმრების დახმარების გარეშე ის ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებს. არა ადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თაობაზე ლოლიჯაშვილის საჩივარი წელს სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი. ჩვენ კიდევ იმდენ წარმოუყნებ რა მდგომარეობაში სასამართლო დათუნა ღოლიჯაშვილს მძიმე ავადმყოფად არცნობს, რის გამოც სასჯელის გადავადებაზე უარს ეუბნება. ძვალსახსროვანი პათოლოგიით დაავადებული პატიმარი მე-15 დაწესებულებაში მკურნალობის გარეშე იხდის სასჯელს და უკვე რამდენიმე წელია საწოლს არის მიჯაჭვული. დაკავებამდე ერთი ფეხით კიოდა საერთოდ და იყო საოპერაციო. ახალი დაჭერილი ჯდებოდა კიდევაც და ეხლა საერთოდ ჯდომაც არ შეუძლია. დათუნა ღოლიჯაშვილი 2007 წლის თებერვალში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ჩამოტანისა და მოხმარებისთვის დააკავეს და 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ 34 წლის ახალგაზრდა სუბოტექსი სოდის თანამშრომლებმა ჩაუდეს. ამ წერილში ახდენს როგორც საშინლად, როგორც წამებით მოაწერინეს ხელი, როგორც დაუდეს ის დაწერილი გენერალურ პროკურორს განცხადების მიმართა, რომ თავიდან დაიწყოს ჩემი შვილის გამოძიება. წოლიარი აკეთებს ამას ნივთებს და აი მამეთი იყოლებს გულს, ეგ არის რა. ისი აქვს ფეხები, სახსრები დაზიანებული, რომ შეიძლება ოპერაცია აღარ ჩაუტარდეს. დამდნარია ძვალი 42 ფეხსაცმელს იწმება და პატარა ბავშვის ფეხები აქვს. პატიმრის უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია ახალგაზრდების სამართლიანობისთვის იცავს. ღოლიჯაშვილის საჩივარი წელს უკვე სტრასბურგის სასამართლოშიც გაიგზავნა. როგორც ორგანიზაციის იურისტი ამბობს, მძიმე ავადმყოფების ვადამდე გათავისუფლება ქართული ციხიდან თითქმის არ ხდებოდა და ეს პრაქტიკა დღემდე გრძელდება. თუ კი არის შუამდგომლები და სასჯელახსრობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გადავადების საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა სასამართლოს მიერ. ადამიანებს უწევდათ აუცილებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გავლა, საკმაოდ ძვირადღირებული ექსპერტიზის, ამის შემდეგ ისინი მიდიოდნენ სასამართლოში და იქ იღებდნენ უარს. მეცხრე არხი ღოლიჯაშვილის საკითხზე სასჯელახსრულების სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პატიმრის საქმის ხელახალი შესწავლა პროკურატურის უფლებამოსილებაა, ხოლო ვადამდე გათავისუფლების საკითხი სასამართლომ უნდა განიხილოს.